მადლობა. სხდომაზე კვორუმი არის, შეგვიძლია პირველ პირს უკვე, ვინც ახსნა განმარტებისთვის მობრძანდა მოусმინოთ. ჩვენი სხდომა გადაიცემა ტელეარხის მაესტროს მეშვეობით, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ. ასევე ჩვენი სხდომა ლაივში გადაიცემა პარლამენტის ვებგვერდზე და ჩვენი კომისიის და ასევე პარლამენტის Facebook გვერდების საშუალებით. შპს მაგნატი არის, რომლის მესაკუთრემაც, როგორც შპს მაგნატი, ასევე მთელი მისი ქონება, მრავალმილიონიანი ქონება დაკარგა უკანონო პროცედურების შედეგად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ჩვენ დღეს მოусმენთ სწორედ იმ ადამიანს, ვინც იყო მესაკუთრე და უფრო მეტიც ადამიანი, რომელმაც ეს ქონება თავისი შრომით და ხელებით შექმნა და ჩვენიერ დღეს აღმოჩნდა საპატიმროში, რის შემდეგაც მას უკვე გაუნიავეს ეს ქონება და ვეღარასდროს ვეღარ დაიბრუნა უკან. თუმცა ის უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამართლდა და დადასტურდა სასამართლოს ყველა ინსტანციაში, რომ ის ტყუილად იჯდა საპატიმროში და მოიხადა არაერთი წელი სულ ტყუილუბრალოდ. ვთხოვოთ ბატონ ჯემალ ლეონიძეს, რომ შემოვიდეს დარბაზში და მისცეს კომისიას ახსნა განმარტება. მობრძანდით ბატონო ჯემალ, გთხოვთ დაბრძანდეთ. ბატონო ჯემალ, თქვენ ბრძანდებით საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კომისია არის დროებითი ორგანო, რომელიც შექმნა პარლამენტმა და ჩვენი მისია არის შევაფასოთ ის პოლიტიკურად შევაფასოთ ის რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და შევაფასოთ იმ რეჟიმის საქმიანობის გარდა ის პოლიტიკური პირები და მათი საქმიანობაც ხელისუფლების პირობებში, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. აუცილებელია სანამ სიტყვას გადმოგცემთ, რომ გაგაფრთხილოთ ახსნა განმარტების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, რომ არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კანონით გათვალისწინებული და თუ თქვენ თავს არიდებთ კითხვებს, იგივე პასუხისმგებლობა შესაძლოა დადგეს ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად და ასევე ცრუ ახსნა განმარტების, ანუ არასწორი განზრახ არასწორი ფაქტების მოწოდებისთვის შესაძლოა დადგეს პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს რომ ყველაფერი მე თქვენ მოგახსენეთ და რომ თქვენ ეს გაიგეთ, წინ გაქვთ დოკუმენტი, ასეთია პროცედურა და გთხოვთ მასზე დასვათ თქვენი ხელმოწერა ამის დასტურად. მოგესალმებით. ბატონო ჯემალ, ხომ კარგად ბრძანდებით რაღაც? მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. ჯანმრთელობის მხრივ ჩვენ ჯერჯერობით ვუძლებთ. თუ დაგჭირდეთ, ჩვენ შეგვიძლია რომ შევისვენოთ თქვენი მოხსენების დროს. არა, მაგაზე დიდ დროს არ დაგართმევთ პირიქით. ვიმუშაოთ ისეთ რეჟიმში, რომ აი თუ რამე იქნება უხერხული თუ რანაირი კითხვაც არ უნდა იყოს, მე მზათა ვარ რომ ყველაფერზე. დიდი მადლობა.
თავისუფალი თხრობის რეჟიმში ჩვეულებრივ ენაზე რომ იტყვიან, როგორც თქვენ გაგიხარდებათ და დაალაგებთ იმ ფაქტებს, რომლის ჩვენთვის ჩვენამდე მოტანაც თქვენ თავად ისურვეთ, ჩვენ მოგმართეთ განცხადებით და ამ განცხადების საფუძველზე ბრძანდებით დღეს აქ. ამიტომ ჩვენ თქვენ გამოგიყოფთ 20 წუთს, რაც არ არის ცოტა დრო, თუ ნაკლები დრო დაგჭირდათ, გადავალთ მაშინვე კითხვა-პასუხზე, მაგრამ თქვენ მოგვიყევით იმ პროცედურების თუ უკანონობის თუ როგორც თქვენ დაარქმევთ შესახებ, რამაც გამოიწვია თქვენთვის შპს მაგნატის და მთელი ქონების უკანონოდ ჩამორთმევა. გთხოვთ. მადლობა კიდევ ერთხელ. ამ საქმეს რომ უთმობთ ესეთ დროს დავიწყებ პირდაპირ. მე ჩემი ბიზნეს საქმიანობა დავიწყე 90-იან წლებში. მე სრულიად ყველაფრის და ყველას დახმარების გარეშე რომ იტყვიან უკაცრავად ტერმინით კანისტრებით დავიწყე საწვავის გაყიდვა. აი ამ დროს როცა ყველაფერი დაკეტილი იყო, პირველი საწვავი ორჯონიკიძიდან მიწისძვრა რომ მოხდა საჩხერეში, აი დღეს ჩამოვიტანე იქიდან, მას მერე მოყოლებული შრომობდი და 2009 წელს გამაჩერეს. კომპანია მქონდა მაგნატი, დამფუძნებელი 75%-ის ვიყავი მე. ხო და აი მართლა წარმატებულად მიყვებოდა ჩემი კომპანია საქმიანობას, იძენდა ქონებებს, საფართოებს და ბიზნესს. ხო, მატულობდა თანამშრომლების რიცხვი, სიკეთე როგორც კომპანიისთვის, ისე თანამშრომლებისათვის და მოხდა ის, რაც მოხდა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე კომპანიისათვის საწვავის შემოტანა განვიზრახე რუმინეთიდან. ყველა პროცედურა გავიარეთ, დაიტვირთა საწვავი. მე ახლა ისე მინდა ყველაფერი გადმოგცეთ, რომ გასაგები იყოს ჯერჯი და მეორე, რაც არ არის ასახული გამოძიების დოკუმენტებში, არ მინდა რომ ის თქვა იმაზე თუ საჭირო იქნება თქვენი კითხვები გავცემ ცალკე პასუხს. ხო და ადამიანი ახლობელი, რომელიც ჩემთან თანხით მონაწილეობდა ბიზნესში, ზალ სამხარაძე, თანხა იმისი იყო, ხო და დაიწვირთა გემი, უნდა შემოვიდეს მაშინდელი ხუთეული, ეგრეთ წოდებული, რომელიც განაგებდა ბენზინის სფეროში შემოტანას და განაწილებას და ყველა პროცედურას, რაც ამ საქმეს უკავშირდებოდა, დაიბარეს ზაზა ქათამაძის ოფისში. ზაზა ქათამაძე იყო მაშინდელი ლუკოილის დირექტორი. და უთხრეს, რომ გაანებოს ლეონიძემ ამ ვიღაცებთან ურთიერთობას, ვიღაცა იყო ის, ვინც მეხმარებოდა იმ კონკრეტული ერთი გემის შემოტანაში. ხო და მე ფულსაც მივცემ, გავაფინანსებ, გასამართი სადგურებიც იყიდოს, გააფორთოვოს ბიზნესი, მე მაგის არც კალონკები მინდა და არაფერი, ჩემი ბენზინები გაყიდოს. ეს იყო მაშინდელი შემონათვალი, მაგრამ უკან რა იდგა, ეს უკვე ასე არ განვითარდა საქმეები და რაც დაგვანახვა მოვლენებმა, იმას მოგიყვებით ახლა. კაია რა ომის ეპიზოდმა, სოფლიო ეკონომიური კრიზისია. ქვეყანა ომი გადაიტანა და სექტემბრის თვეში ბანკმა TBC-მ, მაშინდელმა მენეჯმენტმა მოითხოვა ჩემი კომპანიისგან თანხების დაფარვა. მაშინ ჩემ კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორად იყო განსხვავებული ნოდარ ხადური, საკმაოდ პროფესიონალი ამ ფინანსებში და ასე შემდეგ. იმისი მეშვეობით მოხდა ეს კომუნიკაცია და
რამდენიმე წერილით მიმართა ბატონმა ნოდარმა TBC-ის მენეჯმენტს და არა მარტო TBC-ის ეს არ გამომჩეს, არ იფიქროს მესვეურებმა რომ მარტო ჩემზეა გადმოტანილი აქცენტიო. მოკლედ დიდი წვალებისა და რა ვიცი ახლა მაშინ მართლა შეუძლებელი იყო ამ თანხების მოძიება. ხო და შევძელით დეკემბრის ბოლოს ახალწლებამდე გქონდა ვადა ამ თანხების აკუმულირება და დაფარვა. შევაცვლეთ პირნათლად ეს მოთხოვნა მივმართეთ მანამდე რომ იქნებ გადაგვივადოთ, იქნებ რაღაც შეღავათი მოგცეთ, იქნებ აი რაღაცნაირად გავძრეთ რომ ბიზნესი ჩერდება, სხვა საშუალება არ აგვაქვს, არავითარი ალტერნატიული. არაფერმა არ გაჭრა. საბოლოო პასუხით გამოისტუმრეს ნოდარი, ხო და ეს როგორც ჩაფარვა მოხდა წლის ბოლომდე 2-3 დღე იყო, მეგონი 27-ში 28-ში ჩავფარეთ ეს სესხი და სადაც 30-ისთვის დაგვიბარეს ნოდარმა მითხრა ჯაფარიძისგან რეკავსო წარმომადგენელი და გთხოვენ შეხვედრას. რა ხდება ნოდარ კომპანიაში აქციების წილის ყიდვა უნდათ. საკვირველი რა კაცი რომელმაც წელი გამოგისვა მოქსპო გაგანადგურა ფული წაგართვა საბრუნავი კი თავისი იყო მაგრამ იმას ვალდებულებები მოყვებოდა ჩემგანაც და მათ ხრიანაც ხომ კაცო ესე ხომ არ იყო არა და თანხა იყო საბრუნავ თანხაზე ლაპარაკი დაახლოებით $3 მილიონი ფარგლებში. ხო და მივედით შევხვდით ჯაფარიძე იყო ეს ხვებით ხო და ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენი კომპანიაში წილის ყიდვა ფერები მოგწონს თქვენიო რა ახლა ხვებიც არიან მაგრამ თქვენი გვინდა ვიყიდოთო რა და მეთქი აი გინდა იყიდოთ დავიწყეთ 2000 ფერები ლურჯი ფერი და თეთრი ქონა როგორც მაგათ ბანკს აქვს ბრენდს ისეთი ხო და სხვა არგუმენტი ვერ მოიტანეს რატო არ უნდათ სხვა კალონკების ყიდვა რა ხო და იანვრის თვე მოვუნდით აზრების გაცვლას შეთანხმებები ჯერ არ იყო არაფერზე იყო სურვილი რომ 25%-ის ყიდვა უნდათ 25%-ის ყიდვა უნდათ რა ლაპარაკობდით ახლა იქ მენეჯმენტზე ვინ უნდა მართოს კომპანია როგორ უნდა მართოს ქონებების შეფასება რა ღირს ეს ყველაფერი ორ თვეში გავიარეთ რა იანვარი მარტი უფრო სწორად მარტის ნახევარი მოვუნდით ამ აზრების გაცვლას და შევადგინეთ მემორანდუმი მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს ყველაფერი რასაც მე ვამბობ არის იმ ტექსტში მემორანდუმში და სხვა დოკუმენტებში რაც მე გამოძიებაზე მაქვს მიწოდებული თუ პატიმრობაში ყოფნის დროს თუ შემდეგ მემორანდუმში იყო ასეთი ხო მანამდე რომ დავთვალეთ ქონებები $30 მილიონამდე ადიოდა ჩემი კომპანიის მაგნატის პროფილური ქონებები ანუ რაც კონკრეტულად ბენზინ საქმიანობას უკავშირდებოდა. რაც ეხლა მე სხვა ქონებებიც ქონდა იქ რესტორნები, ფაბრიკა, ქარხანა, მიწები, რაღაც სხვა რაღაცები, მაგრამ ეს პირობა იყო უნდა გამონთავისუფლებულიყო და მხოლოდ პროფილურ ქონებებში დაკავშირებულ ბიზნესში უნდა შემოსულიყო წილში. $30 მილიონამდე გამოვიდა შეფასება $29,600,000, რომელსაც ვაფასებთ TBC ბანკის პროფესიონალური ჯგუფი, რომლის საფუძველზე გასცემენ სესხებს, მანამდეც და ეხლაც და ჩემი მხრიდან მიყავით მე და ბატონი ნოდარი. $29 მილიონი და $30 მილიონიდან $7.5 მილიონი უწევდა 25% არითმეტიკა, უბრალოდ და $7.5 მილიონიო ახლა აქციონერებად შემოვდივართ, მეგობრები უნდა ვიყოთ, ასე მოკლედ $3 მილიონს გადავიხდითო რა. ესეც 5 წლის შემდეგ. ანუ ოფციას ყიდულობს ფაქტურად ესე გამოდის.
ხო და 5 წლის შემდეგ იხდის $3 მილიონ. გაჩერებული ვარ, სახსრები არ მაქვს, საბრუნავი, მე სხვა გამოსავალი არ მაქვს. არა და არც სულ პირობას არ მეუნება, ეხლა მე ფული სახში დასადებად რა თმინდოდა, კაცო, კაი 7-ის მაგრამ 3 მომწეს, მაგრამ კომპანია იმუშავებს, დასაქმდება ხალხი და მეც სიკეთე მექნება და სხვასაც. დავთანხმდი ამ $3 მილიონს. ეს იყო პირველი პირის შეცვლა, რაც გააკეთეს ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. კი ბატონო. გავაფორმეთ ეს ხელშეკრულება, წინასწარ განზრახულობათა ხელშეკრულება, მემორანდუმი 2009 წლის მარტის 27, მე მგონი არ ვცდები. ხელსაწერს ჩემი მხრიდან ხოდებული ნოდარი მე და იმ მხრიდან ვახტანგ ბუცხრიკიძე, გენერალური დირექტორი მაშინაცაც დღესაც. ეს დოკუმენტად დევს დღესაც გამოძიებაში, რა თქმა უნდა. იქ ასახულია ეხლა რა, რომ ეს 3 მილიონი ერთი უნდა მიიღოს კომპანიის დამფუძნებელმა ეს თანხა ამ ხნის განმავლობაში და პირობად იყო ჩადებული, რომ 5 წლის შემდეგ, როცა კომპანია განვითარდებოდა, ან მე უნდა მეყიდა ის 25%, რაც მათ სურვილი ჰქონდათ ყიდვისა, ან მთლიანად გაგვეყიდა უცხოელზე. ეს ჰქონდათ იმაში, რა ქვია, თავიდანვე ჩადებული, რომ იქნებ უცხოელზე გავყიდოთ, უფრო მეტ თანხას გადაიხდის. მეთქი მე გაყიდვის სურვილი არა მაქვს. მე ჩემი შექმნილია და სისხლი მაქვს ჩაქცეული. თუ ვიყიდი, მე ვიყიდი მეთქი. კარგი ვარს მაგაზე წინააღმდეგ ყველაფერზე თანხდებიან. ხო და პირობაა კიდევ ჩადებული, რომ კომპანიის რებრენდინგისათვის განვითარება, საბრუნავი თანხა, ახალი ავტოგასამართის სადგურების ყიდვა პირველ ეტაპზე $20 მილიონი უნდა ჩადონ ამ საქმიანობაში. როგორც კი შემოვლენ წილში და მე ერთი გამოჩა აქ მარტო ხაზარაძე და ჯაფარიძე და ბუცხრიკიძე TBC ბანკის იმ სახელით ხდება ეს ყველაფერი. აი, იქ აქციების გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია TBC ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებენ ხაზარაძე და ჯაფარიძე. $20 მილიონ დებენ, მე ჩემ პროცენტში რაც მრჩება, მექნება საშუალება, რომ მიღებული დივიდენდებით გავისტუმრო დანარჩენი კრედიტორები. ყავდა მე ბევრი ბანკიდან მქონდა სესხები და კერძო სესხებიც მქონდა. ამათ ხომ გასტუმრება უნდათ არა, კაცო და ეს ჩაიდო მემორანდუმში, რომ მე მიღებული შემოსავლიდან 25%-ს ავიღებდი, 25%-ს და ამ 25% უზრუნველყოფდა იქ იყო რესპუბლიკა ბანკი, იყო VTB ბანკი, ხო, იყო კერძო კრედიტორები, ხო და ეს პირობა, რაც მემორანდუმში დევს, თანხაზე გითხარი და საერთო მოცულობა ამ ჩემი პროფილიანი ქონებისა, $29,600,000 და ჩამოთვლილი ავტოგასამართის სადგურების სია, რომელი რამდენი ღირს და საერთო ჯამი. ანუ ყველაფერი ამოწურავი ამ დოკუმენტში, რაც მე იმ დროს მაინტერესებდა. ხო, შევთანხმდით, რომ ეს თანხა წართმეული აქვს, მე არაფერი საბრუნავი თანხა არ მაქვს, ვარ გამოვალ მართლა მდგომარეობაში, კერძო კრედიტორები, ასე თუ ისე იგასამართის სადგურები მუშაობენ, მაგრამ მუშაობენ კონსიგნაციით, ხო და აი ძალიან ისეთი, რა ვიცი, რა დავარქვა ამას სახელი პირობად რა. 4 თვე მოუნდით, მოკლედ აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტოს თვემდე ქონებების გადატანას, ერთი თხოვნა იყო, რომ გავაკეთოთ ახალი კომპანია, სააქციო საზოგადოება, სადაც ეს ქონებები გადავა, თავისუფალი ქონებები და ამ მაგნატს ესეც ბოდიში პრიმანკა რა. ხო რომ აქ ახალი კომპანია გავაკეთეთ, ნავთო პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, დირექტორად დაინიშნა მათი კაცი, ბატონი გიორგი ასლანიკაშვილი. ნოდარ ხადურზე უკვე უარი მითხრეს თანამშრომლობაზე, ფინანსური დირექტორი ის უნდა ყოფილიყო შეთანხმებით, ანუ მეორედ გატეხეს პირობა.
რომ ხადორიო იქნებო ჩვენი კაცი იყოს უფრო კაი მე ყველაფერზე ვთანხმდები ეხლა ნოდარი უმუშევარი არ დარჩებოდა მე სხვა საქმეც მქონდა და იმდენი ის მქონდა ნოდარს მაშინ რა ქვია საქმიანობის სფერო ხო და მე ნოდართან შევთანხმ ნოდარი ეს არ არის ჩემი აზრი ნუ ასე მოითხოვეს და რა ვქნათ ყოველგვარი გართულების გარეშე მიიღო ნოდარმაც და შევთანხმდით რომ ფინანსური დირექტორის გენერალური დირექტორის არის TBC ბანკის წარმომადგენელი ვაცნობ ყველანაირ დოკუმენტაციას აბსოლუტურად თუ რამე გააჩნია ამ საქმიანობას ტექნიკური იქნება თუ რაც იქნება რა ვეტევი დროში შევამცირო ხო და მოვდით 4 თვეზე მეტი ამ ქონებების გადაცემას ამ ახალ კომპანიაში ანუ აქ მოხდა რა რომ ესეც უნდა ვთქვა რა თქმა უნდა მონაწილე ვარ იმ დანაშაულის $29,600,000 ქონება ავტოგასამართის სადგურები და 4 ნავთობაზა 52 მოქმედი ავტოგასამართის სადგური მქონდა მაგ დროს 52 და 4 მოქმედი ნავთობაზა ხო ეს ყველაფერი დაფიქსირებული და ამას დრო უნდა ეხლა რომ ეს ქონებები გადაიტანო იმ ახალ კომპანიაში და ჩემი დანაშაული მეთქი რომ $29,600,000-იანი შეთანხმება ხაღალზე ავსახოთო $11 million მეთქი რა მეუყვები მეთქი გეუბნებით ყველაფერზე რატომ წარმომადგენელი გიორგი ქვია მეგონი ასლანიკაშვილი ესე თქვენსო ჩემება ჯაფარიძე იყო უშუალოდ მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე მამუკა სულ ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი ხო რომ ესე თქვენსო რომ ახლა ფული უნდა გადავიხადოთ ამ ყიდვა-აყიდვის დროს დიდი თანხა უწევდა და რატო დავკარგოთ და მებული ამას სისტემები რაც დანაშაულად ითვლება მაშინდელი კანონმდებლობითა და დღესაც მაგრამ ნუ ინიციატორი იყო წავყევი და მეც ვარ მონაწილე ამ დანაშაულის ანუ გაფორდა ლასკდოვის ხელშეკრულება $11 million ჩემ კომპანია მაგნაც და ახლაც შექმნილ კომპანია NSK-ს ნავთობპროდუქტების სადისფუძო კომპანიას შორის ამ თანხაში ეხლა აქ თავიდანვე აქციონერებად 25% იყო TBC და დანარჩენ ბანკებთან მე რომ მქონოდა ზედმეტი დამაჯერებლობა ყველა მაფრთხილებდა მე შემიძლია დავასახელო გვარები კაცია VTB ბანკში ალავიძე რესპუბლიკა ბანკში რომ მაგათი ნდობა არ შეიძლება ჩვენ ვერ ვენდობით და მოდი ისე გავაკეთოთ რომ კიდათ სესხს მოგცემს აი რესპუბლიკა ბანკი მეუბნებოდა მოგცემ TBC ბანკის გადასაფარ თანხას ოღონდ მაგათ დაანებე თავი შეყოფილი მქონდა თავი და ვეაფერს ვერ ვიზამთი და ზედმეტი დამაჯერებლობისათვის თუ გარანტიისათვის გავაკეთეთ ის რომ ამ ახალ კომპანიაში აქციები ამათ სახელზე გავაფორმეთ არ არის მე მგონი არაიურიდიული სიტყვა ანუ ჩემი იყო მაგრამ იყო 10% რესპუბლიკა ბანკზე 10% VTB ბანკზე იყო სამხარაძეზე იყო ერთ კრედიტორზე კიდევ და მე დამჭა ამ კომპანიაში 25% ისიც შემახლებელზე მქონდა გაფორმებული არ არის მე მგონი დანაშაული არც ეხლა არც მაშინ ხო და ბოლო ქონებას მოვაწერე გადაცემას ხელი აი 52 ავტოგასამართის სადგურიდან და 4 ნავთობაზიდან ერთი ყველაზე დიდი ობიექტი იყო თბილისში წყალსადენის ქუჩაზე ლეონიძის ბაზას ეძახოდნენ მაშინ მაგნატის ნავთობაზა დღეს გალფია წერია მთელი ქალაქი მთელი ქვეყანა იქ მიდიოდა ფასის და ხარისხის გამო აი ამ ქონების გადაცემაზე რომ მოვაწერე მე ხელი ნოტარიუსში იმ დღეს დამაკავეს ბარემ ჩაურთავ ამასაც აი ბოლო ქონებას რომ მოვაწერე ხელი და ბარე გავარჩო TBC ბანკის წარმომადგენელი ვინმე ლევან ზოდელავა მივიდა ჩემი დაპატიმრების შემდეგ 2 თუ 3 დღეში ხარვეზი დაუდგინა საჯარო რეესტრმა ამ ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას ლევან ზოდელავა TBC ბანკის წარმომადგენელი მიდის რეესში გაყალბებული მინდობილობით მე რამდენიმე ტერმინს გეუბნებით ეს არის დამტკიცებული გამოძიების მიერ
და ითხოვს ამ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეცვლას იმ ხარვეზისას, აღმოფხრას, რაც დაადგინა რეესტრმა. ეს გამბინდობილობა გაცემული ჩემი კომპანიის გენერალური დირექტორის სახელით, მალხაზ ბაბლიძის სახელით, რომელიც აი 6 თუ 5 აგვისტოდან 13 აგვისტოს და შემდეგაც ქალაქში არ იმყოფება, საქართველოში არ იმყოფება. თითქოს ამ ადამიანმა, რომელიც ქვეყანაში არ არის, ამ დღეს 6 თუ 7 აგვისტოს მინდობილობა მიცა ისევ ჩემ თანამშრომელს ამ საქმის ხარვეზის მოსაგვარებლად. ხო, მოკლედ დაგავება მოხდა რა გარემოებაში. ახლა იციან რომ მე ქვეყნიდან არ გავალ, ახლა ოჯახს არ დავტოვებდი და არ გავიქცეოდი, იმიტომ რომ დანაშაული არ მქონდა. არ ვიმალებოდი და არც დასამალად მქონია საქმე. ხო, ჩემი შვილს უცბად აგვისტოს დასაწყისია დარეკა ერთმა პიროვნებამ იმ სისტემაში მომუშავე და ჯემალ გიორგის იჭერენ და უჩემოთ არ მიხვიდე პოლიციაში მე გამოვხვები. აი და იჭერენ გამოხდა ავედი მოგეთ ამის 12 პირველი საათი იყო თემქაზე მილით პოლიციის სამმართველო დამხდა იქაური არცი დეპარტამენტის უფროსი იყო თუ მოადგილე სამმართველოსი დავით ქოიავა რომელიც ძალიან კარგად ვიცნობდა მამამისის სამსახურში მოწყობა თხოვა 3-4 თვით ადრე და ეს კაცი აკეთებს ამ საქმეს ახლა ხო და მითხრა მამას ააფერი არ ეშველება უნდა დავიჭიროთ რატო თემგის მე-11 მიკრორაიონში დღეს ასახელებს რიცხვი არ მახსოვს უსტად გიორგი ლეონიძე ჩემი შვილი კორპუსის წინ დახვდა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს იარაღი დაადო შუბლზე შენი იაღოველი შეაგინა და ასე შემდეგ აგერ ჩვენება მაჩვენებს იმ ქალბატონი იყო ის სურათ სულ ყველაფერს და რა ვქნა ამას არაფერი არ ეშველება მოკლედ ერთი კვირა თუ 10 დღე მოუნდი მე თვითონ იმის ვითომ მტკიცებას მაგრამ ვერ დავამტკიცე რომ ამ დღეს მithumetes ამ საათზე გიორგი თემქაზე არ ყოფილა და იქ საერთოდ არ ყოფილა მე-11 მიკროში თავის ცხოვრებაში ნუ რა ვქნათ ასია და ასია ხო ეს დაკითხვები მიდის დღეში 5-10 კაცი მაინც შემგან წარმომადგენელი რომ გიორგი იმ დღეს სად იყო რა საქმიანობას აკეთებდა რას ეწეოდა რომ ამოურიცხოთ ეს ბრალი არა ნუ მოკლედ ბოლო 13 აგვისტოა ჩემი დაპატიმრების დღე ბოლო იმაზე დაიბარეს ჩემი შვილი დაკითხვაზე გამოკითხვაზე რავი რა ქვია ხო და 12 საათზე თუ პირველი იყო გურეკავ მეთქი გიორგი რა ხდება ხო და ეს დეპარტამენტის უფროსი თუ მოადგილე იყო ქოევა და გამომძებელი იყო ნუგზარ სტეფანიშვილი ქოევას უთქვიაო რომ ეს ქოევა შემდეგ ახალ ხელისუფლებაში გარდაბნის პოლიციის უფროსი იყო ქოევას უთქვიაო რომ ლეო ჯემალა თუ მოვაო 4-ს რომ დააკდება 20 წუთიო საქმე დამთავრდება ნორმალურად თუ არაო არ ვიცი რა მოხდება. ჩემთვის უკვე გასაგები იყო რაც ხდებოდა. მივედი ყოველგვარი მომზადების გარეშე. თხოვე ახლობელს ამიყვანა იქამდე, მაგრამ არ ვიცი თუ იქ დამავატიმრებენ, კაცო. შევედი ამ სამმართველოში, რაშვაშია ახლა თემქის პოლიციის სამმართველო ჩემთან. ხო მივედი, გამოვიდა ეს გამომძიებელი სტეფანიშვილი ბოდიში ბატონო ჯემალ და უკვე დგანან ეს არ ვიცი ვინ არიან უკვე ეთყობათ რომ თანამშრომლები არიან რა ხო და მე არაფერი არ ვიცი და თუ აქ არ არის ქოევა დაიმალა ხო და გავიდა მოიბოდიშა და გავიდა რა იმ მოსაცდელი ოთახიდან ნუ ამათ არც განმარტება არც ახსნა არც ხელბორკილები წამოვყევი ნუ ასეა წამოვყევი უკან შუაში ჩავჯიქი იქით-აქით წინ ორნი მე მეყვალეს ფინანსურ პოლიციაში და დამტოვეს ჩემო ბატონო.
დამტოვეს და დამტოვეს ეს მოხდა ჩემ პატიმრობასთან დაკავშირებით. მეორე შვილსაც მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში. თელი ღამე მოუნდა თუ 24 საათი არ ვიცი იმის დაწერას ექსპერტი დაიბარეს ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით დაეწერა დასკვნა რომ დაეწერა რომ არის არაფხიზელ მდგომარეობაში ამას დაჭირდა აფიქსირებულია ოფში არც ამას ისე არ ვამბობდა დააწერია ეს განცხადება ისიც წამოვიდა სამსახურიდან და ორივე შვილი დამჭა ასე მე დავჭი იქ ჩემი ქონებები აქ და არავინ პატრონი არაფერზე გამოიჩენს ვინმე ასოხი რაღაც ინიციატივას და თუ ზედმეც ილაპარაკებ მიგისვამთ ლეონიდესთან გვერდით დაგსვამთ აქ რა ხდება ახლა ეს კომპანია რომელიც ქონებები გადავიდა გიორგი ასლანიკაშვილი გითხარით წეღან დარჩა 5 მილიონი დოლარი ვალი ანუ ჩემი კომპანიიდან ხომ გადავიდა იმ ჩემს სააქციო საზოგადოებაში სადაც ეს მე აქციების სხვებზე გავაფორმე დროებით ვალდებულების მოხსნამდე ხომ ამ კომპანიამ ბანკიდან აიღო 5 მილიონი დოლარი გიორგი ასლანიკაშვილი დღეს არის ბატონებო პრობლემატური სესხების განყოფილების გამგედა სულ ხდის ხალხს მეც ჩემთანაც არეკიებს ხანდახან ისაკო მევალეთა რეესტრში არის და გამოცხადდეს კაცმა რომელმაც კომპანიას TBC ბანკიდან აიღო იმ კომპანიამ სესხი 5 მილიონი დოლარი და დარჩა ეს გადასახდელი და ამ კომპანიის დირექტორი იყო კაცი რომელიც დღეს სხვა სთხოვს სესხების გადახდას დღესაც მოქმედი ხო და სხვათა შორის ამ კომპანიის ჩემი მაგნატის გამოძიება რომ უკავშირდებოდა ამას ახალი გამოსული ვიყავი პატიმრობიდან ამ კომპანიის დოკუმენტაციაც მოითხოვეს და ისიც პროკურატურაშია იმ გამოძიებას არ ეწია არავითარი გზა წინ იმ სააქციო საზოგადოებას ხო და ასე ბატონო ეს საქმე თუ მე რამე შეკითხვები გექნება ახლა კიდევ ერთი რომ მივმართე მე არ დამიწყია ჩემო ბატონებო დავა და განცხადებები აი 2012 წლის შემდეგ მე როგორც კი დამაპატიმრეს მაშინვე ჩემი კომპანია გააკოტრეს ის ერთი მაგნატი მეორე ამ სააქციო საზოგადოებას 5 მილიონი დოლარი ვალი დაუტოვეს მე ვწერდი ბატონ ადეიშვილსაც გაკოტრების მართველებს რომ კომპანიას აქვს ქონებები კონკრეტული ქონებები და კრედიტორთა მოთხოვნით სასამართლო გაიარა ამ გაკოტრების რეჟიმმა კრედიტორთა მოთხოვნით ჩემი განცხადების საფუძველზე ნუ გააუქმებთ კომპანიას ნუ ამოშლით რეესტრიდან რომ კრედიტორებმა მიიღონ თანხა და სხვათა შორის სახელმწიფოს ბიუჯეტშიც დარჩა გადასახდელი 70,000 ლარამდე მაგნატს ნუ მოსამართლემ არაფრად არ მიიღო არაფერი სახელმწიფოსთვის იყო გადასახდელი თუ ვისთვის და მაინც გაკოტრდა ის კომპანია რომელზეც დღესაც მაგ დავა 2009 წლიდან მოყოლებული 27 ეხლა მარტში ჩანიშნა მოსამართლემ ძალიან კარგმა მოსამართლემ პროცესი და სავარაუდოდ საჯარო რეესტრიდან ამოშლილი მაგნატი უნდა აღსდგეს ამ გადაწყვეტილებით. აღსდგეს მე ბევრი მსგავსი პროცესი გავიარე და არ გამიმართლა იმადები, მაგრამ მგონია რომ აღსდგეს, უნდა აღსდგეს, იმიტომ რომ უზენაესმა სასამართლომ დაავალა აპელაციას ხელახლა განიხილე და თუ ამ კომპანიას ქონებები ქონდა 2012 წლის მდგომარეობით აღადგინე. 12-ში ყონდა და დღესაც აქვს. 2 თვის წინ ავიღე საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სადაც იმ კომპანიას მაგნატს, რომელიც ამოშალეს რეესტრიდან, დღესაც ქონებები აქვს. ნუ ამოშალეს. ხო, ეს გაკოტრებასთან დაკავშირებით. ნუ რა ვიცი, სხვა ეხლა ვერ მაგონდება და ამისთვის შეკითხვები გიპასუხებ ჩემო ბატონებო. ო, ციხიდან რომ გამოვედი სამყობილედან, მქონდა ისა, რა ქვია, შეხვედრა TBC ბანკის წარმომადგენლებთან, რომ მინდოდა იმ კომპანიის რომელშიც ქონებები
გადავიდა და იმ დროს ქონების გადასulis დროს ტრანზიტული ანგარიში გახსნა TBC ბანკმა და მაგნატზე მისაცემი თანხა მიცა ჩახურა სესხები. Ну ამას დღეს ის არ აკეთებს შავი სამყარო თუ იქ არ ესწრება წარმომადგენელი მეც იხეში ვარ და ჩემი კომპანიის ქონებების ღირებულებები ჩათვალა ვალის დასაფალად თავისი და რესპუბლიკა ბანკის და ამ დროს მეორე კომპანიის ქონებები იყო კიდე შეფშასე თიფლისი რომელსაც არავითარი ვალდებულება TBC ბანკთან არ ჰქონდა არავითარი და აქაც ნოდარი იძულებული გახადეს ხადური მოაწერა ხელშეკრულებას ხელი ჩემი ყოფნის დროს რომ ეს თანხა $11 მილიონი ორ კომპანიაზე განაწილებული ჩაითვალოს სესხში. ხო ბატონო. კიდევ რას ვამბობდი კაცო. ხო, შეხვედრა მქონდა პარტიულობიდან გამოსulis დროს TBC ბანკის მესვეურებთან. ხო, მანამდე ერთი ესეთი ეპიზოდი იყო, რომ როცა მე უკვე იქა ვარ, დამწყდეული ვარ აქ ხდება ის რაც ხდება ყველა დატაცებული ზოგს რამია ღვინის მარანი მქონდა ლუდის სახარში მქონდა რესტორნები მქონდა სამი საკუთარი რესტორანი მქონდა ავტოგადამამუშავებელი ქარხანა მეფრინლობის ფაბრიკა და ნუ მიდის ვინ მოასწრებს რომ ხელი დაადოს და ეს ყველა არის იმ პარტიის ან მაღალჩინოსანი ან პროკურატურის მაღალჩინოსანი ან მათთან დაახლოებული პირები. ესე წავიდა ჩემი საცხოვრებელი სახლის მცხეთაში, რომელზეც ეხლა მაგ 2011 წლიდან გავიარე სასამართლო პროცესები, სასამართლო მომაკუთნა მე ჩემი საცხოვრებელი სახლი ბატონებო 2016 წელს ამ პერიოდში მავანმა, რა თქმა უნდა, პროკურატურასთან და იმ ხელისუფლებთან დაახლოებულმა კი არა შეკრულმა მოახერხა ჯერ ქონების ჩუქება, მერე გასხვისება სასამართლო პროცესები მიმდინარეობს და ჯერ ჩუქებას აფორმებს, მერე ნასყიდობას და ამ სასამართლომ ყველა ადმინისტრაციული აქტი გააუქმა ქალბატონი თამარა ონიანი ღირსეული მოსამართლე მართლა იმ დროს დავიწყე მე და 2011 წელს ხო და გაუქმა იმის საკუთრებაც აუქციონზე შეფასება აუქციონი ყველაფერი და მომაკუთნა მე მივედი საჯაროებში და ყავს კეთილსინდესიერი მეპატრონე ამან რახან მოახერხა ჩუქება და მე გაყიდვა სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს ხალხო მართლა ესეთი ეს არის 2013-16 წლები ხო და ეხლა რა მოხდა მცხეთაშია ეს საქმე განხილვაზე მცხეთაში და 4 მოსამართლე გამოიცვალა ამ საქმემ დღეს მეხუთე ყავს ქალბატონი თამარ ლეჟავა და ამასაც ეთყობა რომ რაღაც სხვა ზრახვებია გუნებაში 4 მოსამართლე გამოიარა ამ საქმემ 10 წლის განმავლობაში სამჯერ მიუმართე იუსტიციის საბჭოს რომ არ არის ეს მოქცევა ჩემნაირ კი არა ნებისმიერ დაზარალებულთან დაკავშირებით ნუ 16 წლიდან 25 წელია დღეს და სასამართლო გადაწყვეტილება რომელიც მიჭირავს ხელში ბინა სახლი ჩემია და ცხოვრობს სხვა უკანონოდ ხომ ვერ მოახერხე იმის გამოსახლება ცოტა იმ ტერმინით ვამბობ იქ თვალთმაგსობაა და მოჩვენებითი გარიგებები ეხლა შევდივარ მე ხან ემოციაში და თუ მიმიშვებთ არ გავჩერდები გულის ტკივილმა ესე იცის ხოლმე და რა ვიცი აი ესე მაქვს აი მეფრინლობის ფაბრიკა წაღებული მეფრინლობის ფაბრიკა რომელიც დაპატიმრების დროს წიწილა ინკუბატორი მქონდა სავსე წარმოება წიწილა საკვების უყველაფერი ბუნებაში არ არსებული ბრძანებით ფინანსური პოლიციის ბრძანებით ვითომ შეამოწმეს კომპანიაზე რომ დამიჭირეს 65000 ლარის ზედმეტობა მქონდა წინასწარ გადახდილი დღეგეში ეს გაქვითეს და 80000 ლარი დამაწერეს ზედმეტად ჯარიმა და ისიც გაყიდეს. ბატონო ჯემალ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენ მოითქვით სული დაწყნარდით რამდენადაც შეძლებთ ამდენი უბედურების მერე და რაც თავარია ამის მოყოლაც კიდევ თავისებური სირთულეა, იმიტომ რომ ხელმეორედ განიცდი ადამიანი ყველაფერს. და ძალიან ცუდად განიცდი. ამიტომ თქვენი ნებართვით კითხვებზე გადავალთ. კი ბატონო. მე დაგისვათ რამდენიმე კითხვას და შემდეგ კომისიის წევრებს ვთხოვ რომ სხვა კითხვები დასვან. თავიდან რომ